მოგესალმებით, სტუდია ნომერი 8 პირდაპირ ეთერშია. მე გახლავართ ირმა ცხორაგაული. მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ მოვლენებზე ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ სასაუბროთ, სტუდიაში მოვიწვიეთ ბატონი დავით არხანმოურავი. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა მობრძანებისთვის. ბატონ დავით, პატრიოტთა ალიანსი არასდროს უღალატია ქვეყნისთვის. არასდროს მოუტყუებია თავისი ამომრჩეველი. და დღიდან თავისი დაარსებისა ჯერ კიდევ მოძრაობა რომ იყო და შემდგომ უკვე პარტიად გადაიზარდა, პატრიოტთა ალიანსი მოხჩაუხრელად ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას როგორც პოლიტიკურ პარტიას. ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშა. მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაციები და რაღაც სტატუსები, რომ პატრიოტთა ალიანსი შეეკვრა ნაციონალურ მოძრაობას. აი როგორ ფიქრობთ, მაინტერესებს, ვის ხელისუფლება ვინ წერს ამ სტატუსებს, ვისი დაკვეთით იწერება და რა მიზანს ემსახურება? პირველი, პატრიოტთა ალიანსი ეს არის ნეობრივი ორგანიზაცია. პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობა ყოველთვის იცავდა ზნეობას. ეს ერთი. აქედან გამომდინარე პატრიოტთა ალიანსი არასოდეს არ შეკვრია, არ ეკვრება და არც შეეკვრება არც ნაციონალურ მოძრაობას და არც სხვა ვინმეს. მე მგონი ძალიან გასაგებად ვამბობ ამას. არც მსგავსი არანაირი განზრახვები არასოდეს ყოფილა, არ არის და არც იქნება. მესამე, ქართული ოცნება, ქართულ ოცნებაში კონკრეტული ადამიანები და ამ ადამიანების გვარებს ვიცნობთ ჩვენ და სახელებსაც, კონკრეტული ადამიანები და ბევრი მათგანი საერთოდ ნაციონალური მოძრაობიდან არის ქართულ ოცნებაში გადაბარგული. ესენი დიდი ხანია ებრძვიან პატრიოტთა ალიანსს და ცდილობენ, რომ ყველანაირი ზიანი მიაყენონ მას. აი ახლა მინდა რამდენიმე განცხადება გავაკეთო. არის ადამიანები, რომლებიც, აი მაგალითად, მინდა გავაკეთო განცხადება და ყურადღებით მინდა, რომ ბატონმა მამუკა მდინარაძემ მოისმინოს, ეხლა რასაც ვიტყვი. აი ბატონი მამუკა მდინარაძის სახელით სხვადასხვა ადამიანები დადიან, მუშაობენ. მე კი არ ვამბობ, რომ ამას აკეთებს მდინარაძე, მაგრამ მან მინდა ის გაითვალისწინოს და რაღაც ზომები მიიღოს. მისი სახელით სთავაზობენ ადამიანებს. აი 300 ლარს თუ დასცინებს მუდმივად ირმა ინაშვილს იქ Facebook-ში. ეხლა მე არა ვარ არც Facebook-ში ვარ, არც TikTok-ში და არსად, მაგრამ იქ ვიღაცა სხვა თანხას უხდიან თუ შეაგინებს ირმა ინაშვილს. კიდევ ვიღაცას თანხას უხდიან თუ რაღაც ტყუილს დაგვაბრალებენ ჩვენ, ხან ნაცმოძრაობასთან შეკვრას, ხან კიდე რაღაცას. მიაქციოს ყურადღება ამას. ასევე ახალი ხელმძღვანელი ყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მის მიმართ არანაირი უარყოფითი განწყობა ჩვენ არ გვაქვს, დადებითი განწყობა გვაქვს, მაგრამ მის საყურადღებოდაც მინდა ვთქვა, რომ მის სამსახურში არის ხალხი და ვიცით მათი ვინაობაც უფრო ქვედა დონეებზე, რომლებიც ასევე უკვეთავენ ადამიანებს, მათ შორის საკუთარ აგენტურას, უკვეთავენ თავდასხმებს პატრიოტთა ალიანსზე, ტყუილ ბრალდებებს, ცრუ ბრალდებებს, შეურაცხყოფებს. მიაქციოს ამ ხალხმა ამას ყურადღება. ეს ერთი. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ პროპაგანდა ნებისმიერი ხელისუფლება, საბჭოთა დროსაც, არასაბჭოთა დროსაც, დღეს პიარი ქვია ამას. ნებისმიერი ხელისუფლება იყენებს პროპაგანდას როგორც იარაღს. პროპაგანდას ახლა ქვია public relation, PR, მაგრამ სინამდვილეში ეს პროპაგანდა. ქართული ოცნების პროპაგანდამ დღეს გამოიღო სავალალო შედეგები და ამასაც უნდა ქართული ოცნების ხელმძღვანელობა კარგად დააკვირდეს. საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული აზროვნება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიესალმებოდეს იმას, რომ პანაშვიდზე ის ხალხი, ვინც ერთმანეთს 20 წელი იცნობს, დღეს ზურგს აქცევენ ერთმანეთს. ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდის შედეგი. და ამ პროპაგანდის ხელმძღვანელებს ვურჩევ, რომ გონს მოეგონ. დააკვირდით, ჩვენ შევედით ისეთ ეპოქაში, დღეს ეს პირველი წელი არ გრძელდება, მაგრამ დღეს მასშტაბებმა მიიღო სახე,
27 წელს 1927 წელს იყო ეგეთი დრო, როდესაც ადამიანებს ერთმანეთს გამარჯვების თქმა ეშინოდათ. ანუ სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებები თუ აქვს, სხვადასხვა გუნდში თუ არიან, უკვე შიშია ბატონ დავით თუ 27 წელს როგორ იყო იცი, უნდა გელაპარაკა, გეფიქრა, გელაპარაკა და მოგემოქმედებინა მარტო ის, რაც უნდოდა კომუნისტურ პარტიას, თუ არა და იჯდებოდი ციხეში. დღეს დაახლოებით ამ ეპოქაში ვარ ჩვენ უკვე შესული. დღეს თუ შენ ბედავრო რაღაც ნაბიჯები გადადგა, ან ბედავრო ისაუბრო და იფიქრო კიდევაც ის რაც არ მოწონს ქართულ ოცნებას, იმ წუთასვე ხდები თავდასხმის ობიექტი. ქართულმა ოცნებამ დღეს შექმნა ათასობით კაცისგან შემდგარი ზონდერ ჯგუფები ინტერნეტში. აი ინტერნეტში, ინტერნეტ სივრცეში არსებობს ხალხი, მე მათ სხვას ვერაფერს ვერ დავაკვირ, გარდა ზონდერ ჯგუფებისა. ადრე ესეთი ხალხი იყო და ეხლა წყავს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ამათ ქართულ უფრო მეტი შექმნეს ვიდრე იმათ. დღეს ინტერნეტ სივრცეში ორი ჯგუფია. ერთი უფრო მცირე ნიშისტების ზონდერ ჯგუფი და მეორე უფრო დიდი ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფი, რომლებიც ყველა ადამიანს თავს ესხმიან. ნიშისტების ჯგუფი მუდმივ ტყუილშია მთელი მსოფლიო რუსეთის აგენტებად აყავს გამოცხადებული, ამას უკვე შევეჩვევ და ეხლა ქართული ოცნებაც იგივეს აკეთებს და ყველანაირ ზღვარს გადაცდა უკვე ეს. თუ შენ ბედავრო რაღაც აზრი გაქვს, რომელიც არ მოწონს ქართულ ოცნებას, ბრმად არ იმეორებ ყველა ქართული ოცნების სისულელეებს, არ იმეორებ ყველას ქართული ოცნების, იმ წუთასვე ხარ მტერი და ათასობით კაცის თავდასხმის ობიექტი ხდები. ესეც სახელმწიფოს ვაშენებდით ჩვენ. აი ახლა ჩვენ ვიწყებთ ამის ხილებას დღეიდან და აღარ გავჩერდებით და გეუბნებით ქართულ ოცნებას, ამომს მოვიგებთ ჩვენ. არავინ არ მოგცემ თქვენ საშუალებას, რომ 1927 წელს გადავაქციოთ, დავამსგავსოთ ეს ქვეყანა. შეუძლებელია, საკმარისია რაღაცა უარყოფითი აზრი კი არა, უბრალოდ რაღაცაზე ცოტა სხვანაირად განსხვავებული აზრი ქონდათ უკვე შემტერი ვიღაცა ერთუჯრედიანი ზონდერების თავდასხმის ობიექტი. ეს მიზანმიმაი ორკესტრირებულად ხდება ეს ყველაფერი. იქამდე მივიდა საქმე, კიდევ ვიმეორებ ამას, რომ ხალხი პანაშვიძე 20 წელი რო ერთმანეთს იცნობდა და გამარჯვებას ეუბნებოდა, ერთმანეთს ზურგს აქცევენ, ემალებიან, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაიგოს ეს და ვიღაცას რაღაც არ დააბრალოს და მე ინტერნეტში არ გამოლანძღონ ამათ ზონდერ ჯგუფებმა ეს. აი ეს ხელისუფლება შექმნა ამა და მიაქციეთ ამას ყურადღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე რეალურად შიშია დანერგილი, შიში ურთიერთობისა, შიშის პირადი აზრის გამოთქმისა. ანუ მართლა ეს რანაირი დემოკრატია და რითიღა განსხვავდებიან მაშინ ესენი ნაციონალური მოძრაობისგან. ბატონ დავით. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ერთი თემა, ერთადერთი, ესე იგი. დიდი ხანია საქართველოში რუსეთი პოლიტიკურად საერთოდ არანაირად არ არსებობს. აი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა და ამათი ზონდერ ჯგუფების ერთადერთი ამოცანა არის, რომ ყველა რუსეთის აგენტია და ყველა პრორუსია და რუსეთი არ არსებობს და ყველა პრორუსია და ყველა რუსეთის აგენტია. ნუ ეს არის მარაზმატული იდიოტობა, მაგრამ ამას უკვე შევეგუეთ და ხალხს გვეცინებ. ახლა ქართულ მოწნევას სხვა რაღაც შექმნა. აქ არ არის ეს პრორუსულობა, მაგრამ აქ სხვა რამეა. აქ საერთოდ შენი აზრები არ უნდა გქონდეს. შენი სიტყვებით არ უნდა ელაპარაკო, მარტო უნდა ელაპარაკო ქართული ოცნების აზრებით, სიტყვებით და მოქმედებაც არ შეიძლება არაფერი. უნდა იჯდე და ყველაფერზე კითხო ქართულ ოცნება. შეიძლება გასვენებაში მივიდე? გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვარი და მოქანდაკე მსოფლიოში, ზურაბ წერეთელი, მსოფლიოში. კაცო, ვიღაცას ხელოვნებასთან შეხება ხო გაქვს? ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს კაცი იყო ათეულში მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი ხელოვნების მოქანდაკეებისა და მხატვრების. ბოლო ის რადგან ნოტრ-დამში სულ ორი ძეგლია და ერთი ზურაბ წერეთლისა, გინდაც გაეროსით. ხალხს ეშინო და გასვენებაში მისვლა, რომ მე ვინმემ რამე არ დააბრალოს. აი ეს მართლაც პრორუსია. მართალია. და ანალოგია თქო ეს ქართული ოცნება საკმარისი არ შეიძლება არაფერი აზე საერთოდ სანამ რამეს იზავ ყველაფერზე უნდა ვიღაცას კითხო ქართულ ოცნება შეიძლება თუ არა ამის გაკეთება. აი ესეთი სიდურაკეში ვცხოვრობთ ჩვენ. და აი ამას უნდა მოვერიოთ და დავზრიოთ და თვითონ ქართული ოცნება უნდა გამოფხიზლდეს. და ცალკე თემაა პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი არის ზნეობრივი ორგანიზაცია, ეს არაა ქართული ოცნება. ქართულ ოცნებაში 90% არის ყოფილი სააკაშვილის თანამებრძოლები, გადმობარგებულები და იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც სააკაშვილი ებრძოდა ქვეყანაში ყველას, ეხა ქართული ოცნება ებრძვის ყველას. და ეს ხალხი, რომლებსაც ერთი თითი ამ ცხოვრების წესში სახელმწიფოსთვის
არ გაუნძრევია თითითიძე მთელი ცხოვრება ვიღაცის უკანალში შეტენვით იყვნენ დაკავებული ეხლაც ესეთი არის ესენი ებრძვიან ყველას და ერთ-ერთი ორგანიზაცია ვისაც ებრძვიან არის პატრიოტთა ალიანსი მუდმივად ხდება აი ზოგს შურს მესმის ზოგს არ ვეზიზღებით ზოგს სხვა მაგრამ რა ხდება იცი სულ ეძებენ რაღაცა მიზეს რაღაც ჩავ კატას რომელიც არ არის და სულ რაღაცა ბრალ შარზე არიან სულ რაღაცა უნდა დაგაბრალონ სულ რაღაცა უნდა დაგაბრალონ რომ ვითომ შენ სადღაც რაღაც შეთქმულებაში ჩვენ არაფერ შეთქმულებაში არ მონაწილეობთ ჩვენ ვართ ზნეობრივი ხალხი არავის არ ვეკვრებით არანაირ მსგავს ნაბიჯებს არ ჩა სულ ყველაფერი ტყუილია ყველაფერი ეს სიცრუეა ყველაფერი ბატონ დავით ახლა თქვენი საუბრეთ რომ თუკი განსხვავებული აზრი გაქვს და თუკი სხვა პლატფორმაზე დგახარ და ქართულ ოცნებას არ აქებ და არ ადიდებ, მაშინ მტერი ხარ და უნდა გაგანადგურონ. თუმცა გასაოცარია და 2024 წლამდე ნამდვილად სხვადასხვა პლატფორმაზე ვიდექით ჩვენც და ქართული ოცნებაც, თუმცა წინა საარჩევნოდ აბსოლუტურად 100%-ით ერთი-ერთში მან გამოიყენა ეს პლატფორმა, რაზედაც დგას პატრიოტთა ალიანსი, ეს ეროვნული თემა, ეს ტრადიციული, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ბრჭყალებში ჩვენსავით აზროვნებენ და ჩვენნაირი მიზნები აქვს ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაინც მათი მტრები ვარ და არაფერი მათ თითითიძე არ დავდიათ იმისათვის, რომ ნაცები გაენადგურებინათ, გაანადგურეს რეალურად პატრიოტთა, ვერ გაანადგურეს, მცდელობა აქვთ სულ და სულ ამის ბრძოლაში ნამდვილად შურია ეს არის შური და ბოღმა. მე მინდა ძალიან უბრალოდ თქვა, პირველი პატრიოტთა ალიანსი არის ზნეობრივი ორგანიზაცია. მეორე, პატრიოტთა ალიანსი არავის არ შეკვრია, არ ეკვრება და არ შეეკვრება და მით უმეტეს ნაციონალურ მოძრაობას. მესამე, ყველანაირი ბრალდებები, რომ ჩვენ თითქოს სადღაც რაღაცაში მონაწილეობთ, ეს არის ტყუილი, სიცრუე და ეს არის თითიდან გამოწოვილი განზრახ ბრალდებები. მეოთხე, ამ ბრალდებების ავტორი არის ქართული ოცნების ერთი ჯგუფი ხალხისა და კვლავ ამბობ მიაქციოს ბატონმა მამუკა მდინარაძე მისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი და მოსყიდვა ხდება ჟურნალისტების და თუ ესენი არ არიან ქართული ოცნება და ნაცმოძრაობის ხალხია მაგრამ მდინარაძის სახელით მოქმედებენ მით უმეტეს უნდა მიაქციოს ყურადღება მეხუთე სუსის ხელმძღვანელობას მიუმართავ რომ იქაც არის ხალხი რომლებიც ასევე თავის აგენტურას აწერინებენ სრულ ტყუილებს პატრიოტთა ალიანსზე მეექვსე თუ მეშვიდე თუ რომელიც არის მეექვსე კვლავ ამბობ დავანებოთ ამდენ ტყუილებს თავი და მივხედოთ ქვეყანას და მივხედოთ ამ საქმეს. იმ საქმეებს, რომელიც აქ მიმდინარეობს. ქართული ოცნების ერთი ჯგუფი გამოდმებით ებრძვის გამოდმებით პატრიოტთა ალიანსს და ყველა ლოზუნგი, რასაც ამბობს ქართული ოცნება, ოღონდ არ ასრულებს, არის პატრიოტთა ალიანსის ლოზუნგები. ამით მოიგეს არჩევნები, მაგრამ არ სრულდება ეს ყველაფერი. ასე რომ გონს მოვეგოთ. ახლა მე ვაძლევ რჩევებს ქართულ ოცნებას. ნუ ახლა დაუფიქრდით თქვენ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიიღეს ფაქტიურად საქართველოს წინააღმდეგ ჩვენ წინააღმდეგ კანონი. ნუ თუ სერიოზულად ქართულ ოცნებას ჯერა, რომ ჩვენ საქართველოს და ქართული ოცნება რაც თავარია დაამარცხებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს პირველი. მეორე, ნუ თუ ეხლა სერიოზულად ამბობს ქართული ოცნება, რომ 350-ზე მეტმა დეპუტატმა რამდენი იყო მე მგონი 168 ხმა იყო საკმარისი მთლიანად და მისა 218-მა აქეთ 168 რესპუბლიკელი 181 დემოკრატები და 433-დან 350 კაცმა მისა ხმა კი ბატონო აი 300 ეს უნდა 80% ანუ კონგრესმენების 80%. ხო მაგრამ ციფრებს ახლა დაყოფა არა აქვს მნიშვნელოვანი ციფრები ვთქვა ზუსტად რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიიღეს დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ამ დოკუმენტში სულ 440 კაცია, მე მგონი 433 კონგრესში და იქიდან 350-ზე მეტმა ხმა მისა ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. 42 კაცი მე მგონი საერთოდ არ იყო და თავი შეიკავა კიდე 40-მა. და იმის თქმა ეხა ქართული ოცნება რომ გამოძდა რომ ამბობს რომ 350 კონგრესმენი, ანუ 80% აბსოლუტური უმრავლესობა ესენიო მიშისტები არიანო, ნუ ეს ეხლა უბრალოდ დანაშაულია უკვე ეს არ არის რაღაცა მიამიტობა, გულუფრილობა და სისული, ეს დანაშაულია. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? იქ ტრამპის მომხრეები არის 66%, ვინც ხმამისცა საქართველოს წინააღმდეგ. ახლა ასევე ლაპარაკი რომ რაღაცა deep state-მა
რომელიც რა არის ეს deep state? ეს არის ესე ვთქვათ ფარული მართლობა. რა deep state? ის ფარული მართლობა ტრამპს მოერია. რა წინადადებებია ეს? ჩვენ რას ვაკეთებთ? ომს უცხადებთ ამერიკას? მე მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ ქართული ოცნება ღუპავს თავის საკუთარ თავსას და ამ ქვეყანას. და მე 1000-ად ვეუბნები, მე 1000-ად გაუწოდე ხელი, რომ თუ არ გავერთიანდით და რაღაცა გამოსავალია და უფრო გონივრული პოლიტიკა არ ვაწარმოეთ და საერთო ენა არ მოვძებნეთ ამერიკასთან, დამარცხდება საქართველო დამარცხდება. აი ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ. არ შეიძლება ესეთი ლაპარაკი. არ შეიძლება 350 კონგრეს 440 კონგრესმენიდან 433. ესე იგი, არ შეიძლება 433 კონგრესმენიდან 350 კონგრესმენზე თქვა, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ არიან, რომ ესენი არიან ნიშისტები. მაშინ როცა ამ კონგრესმენების 76% ტრამპის მომხრეა. არ შეიძლება ეგეთი რამეები. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ტრამპი ვერ ამარცხებს რაღაცა deep states. ანუ ესე იგი იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც გავლენები აქვს და ტრობს მსოფლიოს. არ შეიძლება ასეთი წინადადებების ლაპარაკი. და არ შეიძლება იმის ლაპარაკი, რომ მალე ტრამპი როცა იმათ მოერევა, მერე რაღაცა დაალაგდება. ნუ ეხლა ეს გასაოცარია ყველაფერი. კვლავ ამბობ, ასეთი ქმედებებით და ნაბიჯებით და კიდე სხვა ქმედებებით ქართული ოცნება იღუპავს თავს, ღუპავს ქვეყანას, ჩვენ ყველას და გამოფხიზდით ხალხო, გამოფხიზლდით. თუმცა ბატონი კობახიძე ახლა სანამ ეთერში შემოვიდოდით საინფორმაციო გამოშვება იყო და ბატონმა კობახიძემ დაამთავრა თავის ინტერვიუ სიტყვებით, რომ ამერიკასთან ურთიერთობები დაალაგდებაო. მიუხედავად ამ მეგობარი აქტისა და მე აუცილებლად მინდა ახლა ჩვენი ტელემაყურებლებისთვის აღვნიშნო ამ მეგობარ აქტთან დაკავშირებით, დიახ, უკვე კონგრესში განიხილეს ეს, მიღებულ იქნა ეს მეგობარი აქტი, რომელიც თავის თავში გულისხმობს, რას გულისხმობს იმას, რომ ძალიან ბევრი სანქციები უამრავ სახელმწიფო ჩინოვნიკზე, მოხელეზე, უამრავ მოსამართლეზე, ეს ბიზნესსაც შეეხება, ბიზნესმენებსაც ეხება, ამავდროულად მოსამართლებს, ანუ უამრავი ადამიანი დასანქცირდება და რაც ყველაზე მთავარია, ეხლა ეს მეგობარი აქტი უნდა გადაიგზავნოს სენატში, სენატმა ეს უნდა დაამტკიცოს, შემდეგ სენატის დამტკიცების შემდგომ უკვე ეგზავნება ტრამპს ხელის მოსაწერა და აი ხელის მოწერიდან 180 დღეში უკვე ერთვება აუცილებლად დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი და აბსოლუტურად ყველამ უნდა აწარმოონ გამოკვლევა და დადონ უკვე განაცხად იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი არის რუსეთის აგენტი, რომ შეკრულია მასთან და აუცილებლად ქართულ ოცნებას დაადანაშაულებენ ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობაში და ამით მეგობარი აქტი ამბობს, რომ არ აგრევთო თქვენო დემოკრატიულ პრინციპებსო და აი ამის შემდგომ ბატონი კობახიძე ბრძანებს, რომ ჩვენო ურთიერთობებს დავალაგებთო და რაც თავარია ბატონ დავიდა ძალიან სასაცილო და აღმაშფოთებელია ბატონი ზარქუა დეპუტატი ქართული ოცნების მხრიდან, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ამ მეგობარ აქტში ძალიან აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული უილსონს და უილსონზე ამბობს, რომ უილსონი ვინ არისო, ჩემი ხარებაო, ანუ ის ხარება, რომელიც ნაცების დროს ზონდერი იყო, ახლა მისი ჩემი ხარება უფრო ძლიერი და ავტორიტეტულიაო. ანუ აი ეს 350 დეპუტატი გაიგივებული აქვს ბატონ ზარქუას უილსონთან. ანუ ტყუილის ტირაჟირება და დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ მაგრები ვართ, ამერიკას მოვერევი და ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ეს არის სრული ტყუილი როგორც ყოველთვის და აი ამითიც აქ მოგონი ტყუილის ტირაჟირება კი არ არის, აქ ადამიანებს საერთოდ რეალობა არ ესმით. მე მგონი უბრალოდ რეალობა. ვერ აღიქვავენ. ვერ გებულობენ რეალობას. თუ არის მზად ოპერატორებს თხოვმე აჩვენონ ის კლიპი, ჩვენ 2020 წელს გამოკითხვა ჩავატარეთ. მინდა რომ ის კლიპი ვაჩვენოთ. აი მინდა რომ მოგწეროს ოპერატორმა მზად როდის იქნებიან. კი ბატონო. ბატონ დავით. თუ მზად გაქვთ, გავუშვით ეს კლიპი და მე გავაკეთებ. ჩვენ 2020 წელს გავაკეთეთ გამოკითხვა, აუდიო გამოკითხვა. 900,000 აუდიო ჩანაწერი დავდეთ, სადაც ხალხს ვეკითხებოდით, რომელ პარტიას უჭერენ მხარს, ევროინტეგრაციაზე, ნატოზე, ბევრი კითხვები იყო. აი ხა კლიპს გაჩვენებთ, გავუშვით, საიდანაც მიიღებთ და მე უფრო დეტალურად ვიტყვი ამაზე.
ალო, გამარჯობათ ბატონო. გეკავშირდებით პატრიოტთა ალიანსიდან, ჩვენ ვატარებთ საყოველთაო აუდიო გამოკითხვებს. თუ მიიღებდით მონაწილეობას, ჩვენი საუბარი იწერება ბატონო. ალო, გამარჯობა. პატრიოტთა ალიანსის სახელით გიკავშირდებით, გამოკითხვას ვატარებთ ხომ ვერ დამითმობთ ერთ წუთს? თანახმახართ თუ არა რომ ჩვენი საუბარი ჩაიწეროს? თანახმახართ თუ არა რომ ჩავიწეროთ თქვენი მონაცემები და ეს მონაცემები აისახოს ჩვენს მონაცემთა ბაზაში და გასაჯაროვდეს. დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? პატრიოტთა ალიანსს უჭერ მხარს, ყველა მიტინგზე დავდივარ და რა თქმა უნდა, ყველა პატრიოტს უნდა დაუჭიროს მხარი. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. პატრიოტთა ალიანსიდან გაწუხებთ. მოსახლეობის აუდიო გამოკითხვას ვაწარმოებთ. რამდენიმე კითხვა რომ დაგისვათ, თუ შეიძლება. შეიძლება. თქვენი სახელი და გვარი რომ მითხრათ პირველ რიგში, თუ შეიძლება, რა თქმა უნდა. ჩვენი საუბარი იწერება და წინააღმდეგი ხომ აბრძანდებით? პრობლემა ხომ არ არის თქვენთვის? არა, რატო? საპარლამენტო არჩევნებში რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? პატრიოტებს. კი ბატონო. დიდი მადლობა და რომ დამითმეთ. დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის. რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს არჩევნებში თუ გაქვთ გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა? მე მხარს უჭერ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. კარგად ზანდებოდეთ. რომელ პარტიას და მის კანდიდატებს დაუჭერდით მხარს საპარლამენტო არჩევნებში? პატრიოტთა ალიანსს. პატრიოტთა ალიანსს. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება? თუ ხართ თანახმარო, ჩვენი საუბარი ჩაიწეროს. კეთილი. თუ ხართ თანახმარო, თქვენი მონაცემები ჩვენს ბაზაში აისახოს და გასაჯაროვდეს. კეთილი. რომელ პარტიას და მის კანდიდატებს დაუჭერთ მხარს არჩევნებში თუ გაქვთ ამ ეტაპზე მოფიქრებული? სხვა პარტია. კეთილი. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ დრო რომ დაგვითმეთ, ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. აი, ეხლა რა უნდა ვთქვა ჩვენ? 2020 წელს ჩვენ ვიცოდით, რომ 2020 წელს გაყალბდება არჩევნები, ვიცოდით, რომ ჩვენ პროცენტებს მოიპარავს ქართული ოცნება და ამ პროცენტებს დაუწერს გირჩებს, მირჩებს, ყველა ნულოვან პარტიებს. და ესეც მოხდა. 0.8%-იან პარტიებს 3% დაუწერა ქართულმა ოცნებამ და ეს გააკეთა მან. და აი მაშინ ჩავატარეთ სპეციალურად ასეთი გამოკითხვა 900,000 აუდიო ჩანაწერი დავდებთ ფაქტად. საიდანაც იმას ხო ვერ გააყალბებ ჩანდა ადამიანები ვის უჭერდა და ეს ჩანაწერები ძალით მივეცით ეუთოს, არ უნდა ეუთოს აღება. ამერიკის კონგრესმენებს, სენატორებს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს. ეხლა სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა, გავიდა ამდენი წელი. ეხლა არის ანალოგიური ვითარება. ოღონდ დღეს მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით ყველა, ფაქტობრივად ყველა გადაიმტერა ქართულმა ოცნებამ. ვერც ხვდება ეს ქართული ოცნება, რომ ქვეყნის შიგნით მოკავშირე არა, ყველას გადაემტერა. ყველას ემომია და ქვეყნის გარეთაც მთელ მსოფლიოს გადაემტერა. თვითონ ქმნის ხელოვნურად მთელი მსოფლიო ამის მტერია ქვეყნის გარეთ და ყველა მტერია ქვეყნის შიგნით და 30-ჯერ ხელი გაუწოდეთ და მაინც არა რაღაცით უკმაყოფილოები არიან. ახლა გეუბნებით, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ დავლაგდეთ ჩვიდად, რომ აქ ამერიკამ არ დაამხოს თლიანად ეს ხელისუფლება და ეს ქვეყანაც არ დაინგრეს და ჩვენც არ გადაუყვეთ ამ ყველაფერს. მე ვიმეორებ, რომ ქართული ოცნება თავს იღუპავს. ერთადერთი გამოსავალი ეს არის ანალოგიური, ოღონდ ეხლა ყველას ჩართულობით გავაკეთოთ გამოკითხვა. აი ამ გამოკითხვაში იყო პირველ ეტაპზე 2000 ქალბატონი ჩართული. შემდეგ კიდე ჯამში 4000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მე რას ვამბობ ეხლა, რომ აი დღეიდან ვიწყებთ ამის ლაპარაკს, ყველა ვისაც სურვილი აქვს რომ დაგვეხმაროს, აი ესე დარეკოს, ჩაიწეროს ეს საუბარი გამოკითხვა, ყველა ეს ადამიანი გვჭირდება ჩვენ. ერთადერთი გამოსავალი არის ეხლა, რომ ჩვენ პირველ რიგში ვეუბნები ქართულ ოცნებას, რომ მიიღოს მონაწილეობა, რომ ხელისუფლებამ ჩვენ ყველა საელჩოს უნდა მიუმართოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავატაროთ ერთად ასეთი გამოკითხვა, ჩავწეროთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ ამაში იმონაწილეებენ საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ თავად ხელისუფლება მოისურვებს იმონაწილეონ თუ კიდე მტრულმა პარტიებმა ან სააკაშვილებმა მობრძანდნენ და დაინახონ რომ ეს ნამდვილია და ნახონ კი ბატონო დამკვირვებლები გამოაგზავნონ არაფერი დასამალი არ არის და ნახონ რა ხდება რომ მე სალაპარაკო აღარ იყოს და თუ ჩვენ ერთად
პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რამდენად საინტერესო გამოსავალს ჭკვიანურს თავაზობ ჩვენ მათ. თუ ჩვენ ერთად ყველა ჩავატარებთ ასე დიდ გამოკითხვას, დაიდება აუდიო ჩანაწერები. იმ აუდიო ჩანაწერებში კარგად გამოჩნდება ვის რა მხარდაჭერა. რეალურად რამდენი პროცენტი აქვს ნაცმოძრაობას, იქ გვარამიას თუ ანუ პარტიული რეიტინგი უნდა ვიღადა მე გეუბნებით რომ პატრიოტ ალიანს მაგათზე მეტი რეიტინგი აღმოჩნდება რომ არა გვაქვს 2.5%. მაგრამ თუ აღმოჩნდა 2.5 გვაქვს, ხმას აღარ ამოვიღებთ, ვიტყვით რომ კი ბატონო, მაგრამ მე გეუბნებით რომ იმათზე მეტი გვაქვს. ყველა დაინახავს ვის რა მხარდაჭერა აქვს და ამას რომ დასავლეთიც ნახავს, ამერიკაში შეიცვლება დამოკიდებულება, ევროპაშიც და ეს არის ახლა ერთადერთი გამოსავალი. ერთადერთი გამოსავალი არსებული შექმნილი ვითარებიდან არის აი ესეთი დიდი სერიოზული აუდიო გამოკითხვის ჩატარება, მინიმუმ 1,000,000 აუდიო ჩანაწერი უნდა დაიდოს, 1,000,000 მაინც და გამოჩნდება ვის რა მხარდაჭერა ყავს და ყველგან ყველა დაწნევდება. მათ შორის ეს იქნება სიგნალი თუ ქართული ოცნება, ნუ მე მგონი პირველ ადგილზე გავა, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. დაინახავს დასავლეთიც ვის რა მხარდაჭერა, კაცო და სალაპარაკოც აღარაფერი არ იქნება. და თუ გაირკვა რომ ესე არ არის, მაშინ რა შედეგებიც იქნება ქვეყანაში იმ შედეგებიდან გამომდინარე დადგება რაღაცა შედეგი და რეზულტატი იქნება და ჯამურად სიმშვიდეს სხვა გამოსავალს ახლა მე ვერ ვხედავ და მორიგჯერ ვთავაზობ ჩვენ უახლოეს დღეებში საჯარო წერილს დაწერს პატრიოტთა ალიანსი და საჯაროდ გამოაქვეყნებს და ყველას მიმართავს ამ წერილით, მათ შორის ყველა საელჩოებს, გამოსავალი არის ეს. ანუ ბატონ დავით, თქვენ ახლა მარტო აღარ გააკეთებთ, არ გავაკეთებთ ის 900,000 როცა გავაკეთეთ, მაშინ კარგად ახსოვს ჩვენს ტელემაყურებლებს და ჩვენს რამდენი სიმწარე ვნახეთ, რომ ქართული ოცნება ცალკე გვეუბნებოდა, რომ ესეთი რამე შეუძლებელია. ჩვენ მარტო შეგვიძლია გავაკეთოთ მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ საკითხში. ჩვენ მარტო შეიძლება გავაკეთოთ მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ საკითხში. და ჩვენ დაინტერესებული ვართ რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა იყოს. თუ ეს იქნა, უნდა ვიშრომოთ ამაში. თუ ხელისუფლება იმონაწილეებს უკეთესი, თუ მთავარია პირველი საერთაშორისო ორგანიზაციები. და ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ყველა დაინახავს შედეგებს. კარგი იქნება თუ ხელისუფლება ამაში იმონაწილეებს ძალსახად ღიად. და საერთაშორისო ორგანიზაციები. კარგი იქნება თუ იმონაწილეებენ ნებისმიერი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ტრული. და დამკვირვებლის სახით ვინც გინდა იმონაწილეოს, თუ გინდა თვითონ მიშა სააკაშვილი იყო, სულ ერთია ეს ჩვენთვის, ვინც გნებავთ. აქ თავარი სხვა რამეა, რომ რეალურად 1,000,000 აუდიო ჩანაწერი დავდო და იქ გაირკვევა ვის რა შედეგები აქვს და ვის უფრო მეტი რეიტინგები აქვს და ყველა გაჩუმდება მერე. ამერიკაც და სულ ყველა დაწყნარდება, როცა რეალური შედეგები დაიდება. პრინციპში ბატონ დავით, ახლა მე ვფიქრობ, რომ მართლა არაჩვეულებრივი გამოსავალი და არაჩვეულებრივი შეთავაზება ქართული ოცნებისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამბობს, რომ მას არჩევნები არ გაუყალბებია, რომ მას ნამდვილად აქვს ამხელა რეიტინგი რამდენი პროცენტი და რეალურად აი ესე მშვიდად, წყნარად, უმტკივნეულად დაამტკიცოს თავისი სიმართლე. კარგი, არჩევნებს აღარც არჩევნების ჩანიშვნა მოუწევს მერე და ეს არის რეალური სიმშვიდისკენ გზა. დიახ. აი ამას ვფიქრობ მე. და ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ეს გავაკეთოთ და როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე დღეში მივმართავთ სულ ყველას ხელისუფლებასაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და ყველას. ეს არის რეალური გამოსავალი, რომ ყველა დამშვიდდეს. ბატონ დავით, მე კარგად მახსოვს მაშინ, როდესაც აი ეს 900,000 აუდიო ჩანაწერი პარლამენტში ირმა ინაშვილმა რომ შეიტანა და დაუდო წინ და უთხრა რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ძალა. არა, მაშინ ხო არ იყო მთავარი, ჩვენ შევიტანეთ. მათ შორის ესეც ხომ ჩვენ აუდიო ჩანაწერები მივეცით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ხელიდან ხელში. ეს იყო 5 წლის წინ. მივეცით ყველა გაუგზავნეთ ამერიკის კონგრესს და სენატს. მივეცით ეუთოს და ხელისუფლებამაც აიღო ეს მონაცემები და იქ რა პასუხებიც იყო, იმით სარგებლობს ახლა, იმიტომ რომ გადავიდა უცებ ჩვენ ლოზუნგებზე. იმიტომ რომ დაინახო რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტრადიციულად განწყობილი და იმიტომ არის რომ გადავიდა ამას. მანამდე კი არ იყო. მაგრამ ეხლა კიდე შეიცვალა სერიოზულად. იმიტომ რომ დიდი დარტყმები მიიღო თავად ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკის გამო, ეს ახლა თავიანთი პრობლემაა და ბევრი რაღაც შეიცვალა დღეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ არის მთავარი არსი.
პირველი არსი არის ის, უნდა თუ არ უნდა ჩვენ საზოგადოებას ეს ვითომ ლიბერალები თუ ფსევდოლიბერალები და უნდა თუ არა ჩვენ საზოგადოებას ტრადიციონალისტები. აი ეს გამოკითხვა ამას დაადასტურებს და ამით შეწყდება ყველანაირი ლაპარაკი მათ შორის დასავლეთშიც. და მეორე თემა ვის რეალურად რა მხარდაჭერა აქვს და იქ გაირკვევა რომ არა გვაქვს ჩვენ 2.5% და გაირკვევა რომ 2.5-იც გვაქვს და 12.5-იც. და გვარამიას არ აქვს 7 და 8%. ყველაფერი დაალაგდება და გაირკვევა, მაგრამ ეს არის გამოსავალი ყველასთვის 7. თუ ამაში საელჩოები მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების სალაპარაკო საერთოდ აღარაფერი არ იქნება, თვითონ დაინახავენ პროცესს. ბატონ დავით. ხელისუფლებას ახლა გონიერება რო იყოს, თვითონ უნდა იყოს ინიციატორი რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. თვითონ უნდა იყოს პირველი ინიციატორი რომ ეს გაკეთდეს. და თვითონ თუ ვერ ხვდება, აგერ წინადადება და ეს მაინც უნდა მოისმინოს. და იქ გამოჩნდება რომელი პარტია რა, როგორ იქ სალომე ზურაბიშვილს უჭერს ხალხი მხარს, არ უჭერს ხარს თუ რა ხდება, ყველაფერი იქ გაირკვევა. ანუ ფაქტიურად ეს არის პლებისციტი. ხელისუფლება სახალხო პლებისციტია. ხელისუფლებას თვითონ უნდა აწყობდეს მათ შორის რომ ქალბატონი ზურაბიშვილის დამკვირვებლები წარმოჩნდნენ იქ რომ მე იმათმაც დაინახონ რა ხდება და სალაპარაკო აღარ იყოს არაფერი. სხვა თემა ეხა ეს დეტალებია როგორ და რანაირად გაკეთდება, მაგრამ ეს არის ის სქემა, რასაც ეხა პატრიოტთა ალიანსი აპირებს. ეხა ეს ყველა შეიძლება არ მოეწონოს, მათ შორის ქართულ ოცნებაში არის მთელი ჯგუფი ადამიანებისა, ერთი ვისაც ეს არ მოწონს და ამიტომ არის ის რაც ხდებოდა ეს 2-3 დღე რომ ვიღაცა რაღაცებს ტყუილებს გვაბრალებს, სრუბრალდებები და ლანძღვა. ამიტომ არის რომ იმათ იციან რომ აი ეს გაკეთება გვინდა ჩვენ. და იმათ ეხლავე არ უნდათ ეს ეხლავე ამის წინააღმდეგ არის. უკვე დაიწყეს ამაზე ბრძოლა. ბატონ მალხას მე რაღაც თქმა უნდა სულ, ხო? კი, მივესალმები მაყურებელს, უბრალოდ ჯგუფი არის, რომ არ უნდა კი არა, არ ესმის უბრალოდ, მათ რამდენად ჭირდება ეს მე ესე ახსნიდი და ძალიან მარტივად ახსნი ამას იმათვის, ვისაც არ ესმის რა და ვერ გაიგო რაზე არის საუბარი. ამდენი წელია ვცხოვრობთ არარსებული გამოკითხვის ისეთი როგორც NDI და IRA-ია, მათი ზღაპრები ვცხოვრობთ, მაგალითად ჩვენ ვიცოდით რომ გიორგი თარგამაძეს 60% ქონდა და ივანიშვილს 4% 2012 წელს, აი ესეთი რამე ვიცოდით მათგან, ხო? და ეს ორგანიზაციები, ანუ ამ ვისაც არ აწყობს, ვერ ხვდება რამდენად საჭიროა ეს მათთვის და რამდენად საცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ტრაგედია ეს არის რომ ისინი ვერ ხვდებიან ისინი უბრალოდ კი არ გვემტერებიან უბრალოდ რახან მათი ინიციატივა არ არის ყველაფერი მტრული გონია და ვერ ხვდებიან ეხლა გადავალ შემდეგ რაღაცაზე ჩვენი მაშინდელი გამოკითხვა მათ შედა სასწაულის სიზუსტით ის რა დღეს ხდება ნატოზე ბოლოს ვინ წაიწყბუტუნა აღარც გამიგია ძალიან დაბალი პროცენტი ქონდა ჩვენ გამოკითხვაში ნატოში აი სისულელე რო ჩაწერა ქართულმა უცნებამ რომ ნატო სამაგერო ძალიან მაღალი პროცენტი ქონდა ევროპაში ინტეგრაციას და ევროკავშირში გაერთიანებას ანუ ზუსტად ისდევს რა დღეს სახეზე გვაქვს ბოლოს ნატოზე ხო რამდენიმე ფსიქიურად აშვილის გარდა ვინმე ლაპარაკობს მე არ გამიგია ევროპასთან ხაც ვერ იქნებოდა ეს გაყალბებული ეს აუდიო ჩანაწერი ხო და ეხა რის თქმა მინდა ამე ხო გაირმა ზუსტად მან ვიტვარა და NDI და IRA-ის ხო გამოკითხული ადამიანი ბევრჯერ თქვა რომ ვეძებთ ვინც NDI და IRA-ი გამოკითხა და ესეთი ადამიანი ვერ ვიპოვეთ რა ძალიან ყალბის გარდა რა ბევრი წელია ვეძებთ ვერ მართლა ვეძებთ რა რამდენჯერ თხოვეთ ჩემახლობებს რამდენჯერ სოციალურ ქსელში გეხვეწებით თუ იმ გამოკითხათ იქნებ შეგვეხმიოთ და ვერ ნახეთ ესეთი ადამიანი ეხლა ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება კომპიუტერული საშუალება რომ ერთი და იგივე ხმა არ განმეორდეს ანუ ის რაც დაიდება ვეღარც აი ხა ხო არის სიტყვა გაყავდა ქართული ოცნება იძახს არ გაყავდა ხო გიჯერებთ ბატონო რომ არ გაყავდა გიჯერებთ მოდივართ მაგთამაში და თქვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს რომ ვიღაცა რომ გაყავდას დაიხურებს სახეზე რა აფარო რა უნიკალურ შანსს გაძლევთ უნიკალს ერთადერთს რა ერთადერთს დასავლეთს რა დაანახო ხო ამერიკამ როგორც გინდა დაგვასანქციროს მაშინ კი არ იტყვის საქართველოს თავებას ვასანქცირებ იტყვის რომ ქართველ ერს ვასანქცირებ მათ არჩევას ვასანქცირებ უკვე ამ მილიონიანი პლებისციტით კიდევ ვიძახ მილიონი არის ქართული მოსახლეობის 1/13 დღეს ამორჩევლის 1/13 ეს არის ის ციფრი რომელშიც სიყალბე ნუ უბრალოდ ფიზიკურად გამორიცხული არის იქ შეიძლება ცდომილება იყოს 0.5-დან 1%-მდე ყველა გამოკითხვაში და როგორ აქ საქმე ერთი მოგცემს რომ გააგზავ რა მინდა დააკვირდე რატო არის მილიონი ისტორიული მაქსიმუმი არჩევნებზე მისული ხალხის არის 2.150.000 კაცი
რამდენი ამომრჩეველია შევეშვათ, იმიტომ რომ არავინ არ იცის რამდენი ამომრჩეველია. ვიაროთ ესე, რამდენი კაცი იყო, როდესმე ყველაზე დიდი რაოდენობა ის იყო, როცა ივანიშვილმა ჩაანაცვლა სააკაშვილის ხელისუფლება 2.150.000 კაცი მივიდა არჩევნებში. 2012 წელს. ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ არა მილიონი ციფრი, არამედ მილიონ აი ამ 200.000 ეს იქნება ნახევარზე მეტი, ვიდრე როდესმე მოსულა არჩევნებზე. კი ბატონო, მაგრამ მილიონიც იგივე სცენას. ხო, მაგრამ სალაპარაკო არის სინამდვილეს ჩვენ მაშინ 1.200.000 კაცი გამოვკითხეთ, იგივე სქემა ავიღეთ, მაგრამ 200.000 ჩანაწერი ხარისხი არ ვარგოდა და დარჩა 900.000 ჩანაწერი, თორე 1.200.000 იყო. ჩავწერეთ კიდევაც და ქაღალდით შევავსებინეთ, მე 900.000 იყო უხარვეზო. და ამიტომ დაჭდა ეს ციფრი. ეხაც ეს შეგვიძლია ავიღოთ ეს 1.200.000. ეს იმხელა ციფრია, რომ მანდ უკვე საკამათო საერთოდ არაფერი აღარასოდეს არ იქნება. ამიტომ აი ამ გზას უნდა დავადგეთ. მე ბატონო დავით შიში მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტები შეიძლება გაერთიანდნენ კლავინდებურად და თქვა, რომ ეს არ გვინდა და ამაში საერთო ინტერესები ჩადონ. ერთი გადატრიალების მოლოდინში და მეორე არსებული სტატუს კოს გახანგრძლივების მოლოდინში. თუ ამას არ მოინდომებენ, მე გეუბნებით, რომ ეს ქვეყანა დაინგრევა ქართული ოცნებაც, მათ შორის იმ უამრავი უსამართლობისთვის, რაც ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინა და ყველა დაინგრევა, ჩვენც გადავყვებით ამ განგრევას. კი ბატონო, ჩვენ უნდა შევაგნებინოთ და გავაგებინოთ ამ ხალხს, რომ ეს წინადადება არის სიკეთე ქვეყნისთვის. და ყველასთვის არის სიმშვიდის მოტანის საბოლოო ჯამში. იქ დავინახავთ მართლა რამდენი პროცენტი ვისა აქვს. ამ შემთხვევაში მე პირველ რიგში ხა ჩვენ პარტიაზე ვლაპარაკობ და სხვა პარტიებზე, აი თუნდაც ის ვითომ ლიბერალურ თუ რაც ქვიათ მაგათ. და გამოიკვევა და ამ შემთხვევაში თავარია რომ მასობრივი მასშტაბი მივცეთ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავაბა. დანარჩენები არ არის პრობლემა. და აქ ყველა უნდა გამოვიყენოთ კარგი გაგებით, ვინც კი ამაში მოინდომებს მონაწილეობის მიღებას. ყველა უნდა ჩავაბათ. და პირველ რიგში თუ გონი კიდევ ვამბობ, თუ გონიერება იყოფა ხელისუფლებას, ხელისუფლება უნდა ჩაება სამ საქმეში აქტიურად. ანუ ბატონ დავით, რეალურად ქართული ოცნება კი არ ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, აი ამ თავისი უგუნური ქმედებებით შესაძლებელია რომ ნაციონალური მოძრაობა მოგვიყვანოს ხელისუფლებაში. შესაძლებელი კი ეგრე იქნება. ჯერ ისე ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს არ ებრძოდა ქართული ოცნება. ქართული ოცნებას ყოველთვის ჰქონდა მიზანი რომ ნაციონალურ მოძრაობას დაუწეროს და ეხლა უკვე ერთი კი არა, ხუთია ნაციონალური მოძრაობაა თუ 7, არც ვიცი რამდენი არის. ამათი მიზანი ყოველთვის იყო რომ ამათ დაუწერონ იმდენი პროცენტები, რომ მეორე ადგილზე ყავდეთ სულ ესე. და აი ჩვენ კარგები ვართ, ის ცუდები. დამთავრდა ეს ტრაგედიით. დამთავრდა იმით, რომ მთელი მსოფლიო გადაინტერეს გარეთაც და მთელი მსოფლიო ქვეყნის შიგნითაც. ყველგან გადაინტერეს, არაფერი ამ იდიოტური სქემიდან არ გამოვიდა კარგი. აი ეს არის. და ჩვენ იმიტომ გვებრძვიან, რომ ჩვენ ამას არ ვეგუებით, აი ამ სისულელეს, ამ ტყუილ სიცრუეს და უზნეობას არ ვეგუებით. ბატონ დავით, იმიტომ გვებრძვიან კიდევ ჩვენ, რომ ძალიან რთულია ჩვენთან ოპონირება, მაშინ როდესაც ძალიან მარტივია ნაციონალურ მოძრაობასთან. განა რას ხედავთ 13 წელი გარდა იმისა იმ პარლამენტში, რომ შენ ცუდი ხარ, ნაციონალური მოძრაობა რო ეტყვის და ესენი უბნებიან, რომ შენ ჩემზე ცუდი ხარ. მე თუ ერთი გავაფუჭე, შენ 9 გააფუჭე და ჩვენ რა უნდა გვითხრან და თქვენ რა უნდა გითხრათ, ბატონ დავით. და ამიტომ არ ჭირდებათ ასეთი სუფთათა წესიერი ხალხი. მალხა საუბრობდი ძალიან კარგ თემაზე შეგვაწყვეტინე და იქნებ ირმა, ეხლა არა დავამატებდი რა, კი არ იმას კი არ გავაგზავნებდი, დავამატებდი რა. ეს გამოკითხვა, სადაც ამხელა მასშტაბზე მივდივართ, ხო, რომ მილიონი ადამიანის გამოკითხვა სახუმარო თემა არ არის, თან ეს უნდა იყოს მართლა ლუპის ქვეშ და გამჭირვალე, რომ არც ერთი ხმა არ მეორდება და ნუ რა თქმა უნდა, მთელი თავის ტექნოლოგიებით. ბარემ ხარჯი-ხარჯია ვიტყვია და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პარტიების და მათი რეიტინგების ზომვა, ეს უნდა იყოს სამომავლოდ, რაც ნეიტრალიტეტი უკვე ხელისუფლებამ, ჩვენ რომ ადრე რუსეთუმეს გვეძახდნენ, ხელისუფლებამ ნეიტრალიტეტი ნიკა გვარამია წინას არჩეოთ, იჯდა და რა სამოფოი, უნდა დავლაგდეთ რუსეთთან, ნუ ყველამ გაიმეორა, ლელომ გაიმეორა, ხახარია, სულ ყველამ გაიმეორა. ვარამია მამორი კვირის წინ ნეიტრალიტეტზე ისაუბრა. ანუ აღმოჩნდა ჩვენ აბსოლუტურად არ ყოფილიყავთ რუსეთუმები და ყოფილიყავთ პრაქტიკულად მიმდგომა შეიძლება და ერთ-ერთი დამამძიმებელი ხო ნეიტრალიტეტზე რო გაქვს პრეტენზია კონსტიტუციაში გიწერია სიგიჟე ხო
საქართველოს მიზანია ნატოში ნატო რომ დაიშალოს ჩვენს კონსტიტუციაში მაინც რჩება გიჟი კიკასავით უნდა ვებინოთ ნუ აი არ ვიცი რაღაც წარმოუდგენელი რაღაც სიცვლელები ჩაწერეს ხო რომ ვიღაც თესიამოვნებინათ ვერავის ვერ ასიამოვნის ჯამში და მაგ ჩანაწერებმა რო იყო 2008 წელს აქ ომი დაგეწყო და შემდეგ კიდევ უკრაინაში ეს არის რუსეთის ყველაზე მთავარი მოთხოვნა ხოზირი თან არაფერს მოვცემ მესმის რომ რუსეთს რამეს უშავებდეთ ან რაღაც წინ მივიწევდეთ არაფერი დატო გეუბნება არ არის შენი ადგილი და დაყეთით მან დაწყნარდით სადაც ახართ ხო აი ესეთი სისულელის კონსტიტუციიდან ისევ ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება გვინდა თუ არა ეწეროს სიგიჟეები აი მარტივი კიდე შეიძლება ვიღაცას თქვათ ლელოს გაუჩეს რამე შეკითხვა რომ ესაც გვინდა შემოვიდეს ხო თქვათ იგივე საბანკო სექტორზე იქ გახარიას გაუჩეს კი ბატონო შევითავთ ერთი 10 კითხვა პარტიული რეიტინგების გარდა მართლა ერთი ისეთი საჭიროა თუ ერის კითხვა რა ან გვინდა თუ არა კერძო ხელში იყოს ნავთო ბიზნესი საქართველოში როგორცაა 4 ოჯახი მილიარდერები მე მგონი რომ ჯერ ნაკლებია ეგ თემები 4 აფთიაქარი იყოს თელ საქართველოში და მილიარდერი როცა მოუნდება ნაცია როცა უნდა კოცია და პენსიონერის შიმშილით ყდება იმდენს უხდის იმას ხო გვინდა თუ არა ეს ძალიან მარტივი კითხვები არის რა მალხას ყველა სფეროში შეკითხვებია ჩვენ ამით ვერ ამოვწურათ ეხლა თავარია ჩვენ ჩამოვაყალიბოთ და ჩამოყალიბეთ რა თქმა უნდა ყველაზე დავწეროთ ყველა სფეროში გარღვევა ჩვენ შესაძლებლობა გვეძლება რომ რამდენიმე საჭირო კონსტიტუციური საკითხი შევიტანოთ იმიტომ რომ აპლებისციტში რომ მე ესე ვთვლი რა ეს ჯერ არა ვარ ბატონი დავითიც კი ამბობს რომ აი მაგი არის ჩამოსაყალიბებელი კონსულტაციებია გასავლელი ხელისუფლებასთან სუხველასთან აბსოლუტურად იმიტომ რომ ეს უნდა დაიდოს როგორც აი პირდაპირ ვერც ერთი მეგობრული აქტი რომელიც თურმე მეგობრული აქტი თუ მტრული აქტს ნიშნავს მე აქამდე არ ვიცოდი და რატო ქვია მტრობას მეგობრობა მართლა ვერ მივხვდი რა უბრალოდ სათავეს ვიძახი თორე სხვაზე აღარ ვსაუბრობ ხო მეგობრული აქტი და ვერაფერი მეგობარი აქტი იმიტომ ქვია რომ ისინი მეგობრები არიან და მეგობრების ხელს გიწვდიან საქართველოს და ქართულ ხალხს ქართულ ერს კი მათთვის ხო ვისუწვდიან ეს არის მაგრამ ეგ უკვე ისეთ თემა ეს იგულისხმება ძალიან ხო და ძალიან გაურკვეველი თემა არის ეს მეგობრული აქტი და ამიტომ ვიძახი რა როდესაც გამოჩნდება რომ ეს არ არის თავრობა ხიხია თუ კარგია მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ჩვენ დავდებთ რომ ეს არის რაც არის ხალხის არჩევანი ან არ არის ხალხის არჩევანი ირმა მე ხო არ ვამბობ მტკიცებით ბრუნვაში ჩვენ არ ვსაუბრობთ რა ჩვენ ვსაუბრობთ გადამწყვეტ რომ ვეღარავინ ვეღარ გაბედავს რომ მე არ ვენდობი და ნუენდობი და უნდობელას დაგიზახებ და დავთავდა რა ჩვენ ვდებთ ფაქტს უკვე ფაქტიურად არსებულის და სამომავლო არჩევნებისთვის კიდე შეიძლება რეიტინგები შეიცვალოს მაგრამ კიდე ერთხელ მინდა რომ იყოს გასაგები რომ თავარი არის გავაკეთოთ საყოველთაო გამოკითხვა მილიონი კაცი მაინც 1,200,000 აუდიო ჩანაწერი დავთოთ და დამშვიდება მთელი მსოფლიო გარეთაც შიგნითაც ეს ერთი მეორე ჩვენ ვიწყებთ ამის კეთებას სავარაუდოდ ერთ თვეში დავიწყებთ მანამდე უნდა მოვემზადოთ ოფიციალურად საჯარო წერილს ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას მივწერთ ერთი კვირის განმავლობაში და გამოვაქვეყნებთ მესამე ეს გავაკეთეთ ჩვენ 2000 წელს და გამოცდილება გვაქვს და იგივე უნდა გავიმეოროთ ეხლა ფაქტიურად მეოთხე კარგი იქნება თუ ხელისუფლება უშუალოდ თანამონაწილე იქნება ამ პროცესში მაგრამ პირველ რიგში უნდა საერთაშორისო საზოგადოება მიმონაწილეოს ამაში შემდეგი პუნქტი ისაა რომ არ ვიცი შესაძლოა ამის მტრულად იყვნენ განწყობილი ფსევდოლიბერალები, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო არაა, თუ საერთაშორისო საზოგადოება იმონაწილეებს, მორჩა. იმათ მე უნდა იმონაწილეონ, უნდა დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რაც უნდა ქნა. მთავარია საერთაშორისო საზოგადოება მიმონაწილეოს, ჩვენ და ხელისუფლება კარგია თუ იმონაწილეებს. შემდეგი პუნქტი. რამდენადაც მე მივხვდი და მე მესმის საერთაშორისო საზოგადოებას აქ გარკვეული ინტერესი ამ მიმართულებით და ჩემი აზრით მე როგორც რამდენადაც მესმის შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონი რომ პატა ბურჭულაძე, რომელიც არის გამოჩენილი ნამდვილად მომღერალი ახლა ხუთეულში შედის სოფლიო ბანების ხა პავაროტისთან ერთად ღერო, მე რამდენადაც მესმის საერთაშორისო ორგანიზაციები რაღაცნაირად ამ საქმეში, აი ამ გამოკითხვის თემებითაც დაინტერესებული არიან და იქ პატა ბურჭულაძეს ხედავენ რაღაცნაირად, როგორც არ ვიცი, შეიძლება მედიატორის როლი. ნუ არ ვიცი, როგორც ამ იდეის, ესე ვთქვათ, წინ გამწევის, წარმომჩენის როლში. შეიძლება მე ვცდები ასეთი შტაბ-ეშტილება შემექნა მე. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ
და პატას ალბათ იმიტომ ხედავენ რომ ეს არ არის არც მიშა არც ის ხა ბევრი აიგივებს ზოგი მიშასთან ზოისინავი საერთოდ არ არის აქტიური ადამიანია მაგრამ ფაქტი ერთია რომ ამერიკაც და ევროპაც რამდენადაც მე მესმის დაინტერესებული ასეთი გამოკითხვით და პატას იქ რაღაცნაირი ჯერ არ ვიცი რა მაგრამ რაღაც გარკვეული ფუნქცია აქვს და ჩვენ უნდა ჩვენი მხრიდან ჩვენი იდეა შევთავაზოთ აი ეს რაც გაკეთებული გვაქვს უკვე ხელისუფლებას მივმართოთ ხელისუფლებამ გონიერება უნდა გამოიჩინოს ჩაერთოს ამაში უნდა ხელისუფლება და თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ აი ეს ყველაფერი რაღაც გამოვა აქედან ეს იქნება ძალიან დიდი საქმე აქ მიდის არაუბრალოდ დიდ პოლიტიკაზე საუბარი აქ ქვეყნის გადარჩენაზე მიდის საუბარი და ეს უნდა გაიაზროს ყველა მათ შორის იმ სრულიად პრიმიტიული ერთუჯრედიანი ტვინის პატრონებმა, რომლებიც Facebook-ში ზონდერებად არიან და მთელ ქვეყანას ლანძღავენ და ამ დროს არასოდეს ამ ქვეყნისთვის თითითიძე არ დაურტყიათ. არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. ლანძღვას დიდი ჭკუა და განათლება არ ჭირდება ბატონ დავით. არგუმენტირებულად გავერკვევით, დავინახავთ ჩვენ რა როგორ იქნება. მე ჯერ ასე ვხედავ, შეიძლება რაღაც კორექტირები მოხდეს, მაგრამ ვიმეორებ მორიგჯერ უწვდი ხელს ხელისუფლებას ვეუბნები რომ ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ეს გავაკეთოთ გამოვიყენოთ დადებითი გაგებით ყველა რესურსი და ყველა ადამიანი დადებითად გამოვიყენოთ ვისაც შეუძლია წვლილი დადებითი ამ საქმეში შეიტანოს და გადავარჩინოთ ეს ქვეყანა საჩუეს კობახიძის შეპირება ნახსენდება ძალიან დიდ მოდიში მოვიკითხო ერთ 10 წამში ვიტყვი კობახიძის შეპირება იმის შესახებ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო დროდეს თუ ნახავენ რომ ის მართლა დადებითი საქმიანობისთვისაც წარმართული მზათად თავად გამოყონ ფული რომ რაღაცადღაც და გამოყონ ამ საქმეში პირდაპირ ვიძახი კობახიძის ეს შეპირება ზუსტად ზედაკვდება ამ იდეას რა როგორც შინაარსობრივად როგორც ზნეობრივად როგორც სახელმწიფოებრივად რა აი არ ვიცი და გამოყონს თავის გადასარჩენა და ქვეყნის გადასარჩენა დღეს ბატონ მალხას ყველა კითხვას გავეცმე პასუხი ეთერში საზოგადოებაში რაღაც გაუგებრობები იყო გაურკვევლობები იყო და მე მგონი ყველა მამოწურავად ყველაფერი გაიგო. კიდევ ამბობ. ახალი ეტაპია დიდი პოლიტიკის, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ეს ქვეყანა და ამიტომ გონივრულად ვიმოქმედოთ და ხელისუფლებამაც გონივრულად იმოქმედოს ამაში. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მე და ბატონი დავითი გემშვიდობებით სამაგიეროდ სტუდიაში კლავავთებებზე გიტოვებთ ოთარ ჭითანავას და მალხას თოფურიას ღამენებისა ნახვამდის. ნახვამდის.